მშვიდობის სამეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და კარგი განწყობა. ჩვენ კიდევ დავიწყო ჩვეულებრივი რუტინული დღე. უბრალოდ კვირა დღე არის დღეს და ვიმყოფები ელ-პასოში. ელ-პასო მოგეხსენებათ ერთ-ერთი კრიმინალური ისტორიის მქონე ქალაქია ამერიკაში, იყო ყოველ შემთხვევაში. მოგეხსენებათ მექსიკა-ამერიკის ომის შემდეგ ეს ქალაქი ორ ნაწილად გაყვეს. მარჯვენა მხარე ხა ჩვენ დასავლეთისკენ მარჯვენა მხარე ეკუთვნის ამერიკას, მარცხენა მექსიკას. მექსიკის მხარე არის ხუარესი იყო მექსიკის პრეზიდენტი და მის აპატივცემლოდ არის. ასე ვთქვათ, მარჯვენა მხარეს არის 600,000 კაცი ცხოვრობს, მარცხენა მხარეს 4 მილიონი. და ისტორიულად ნარკოტიკების 20 წლებში მე-20 საუკუნის შუა 70-იან 80-იან წლებში ნარკოტიკმა რომ მიიღო დიდი, ასე ვთქვათ, გასაქანი, კომერციული გასაქანი, აი მან ატუღდა და გადატუღდა აქაური ცხოვრება. თუმცა მაგამდე ისტორიულადაც ეს ქალაქი ამერიკაში რომ კრიმინალი რაღაცა ჩაიდენ და შუა ამერიკაში მერე მორბოდნენ აქით. იმიტომ ძალიან შორს იყო ცენტრიდან. აი ხა მეც ახლა მოვდივარ სულ სიცხეს ძლივს მოვედი ისეთი ისა და წარმოიდგეთ იმ პერიოდშიც როგორი ქალაქი იყო ეს და ძალიან ბევრი ფილმები და კინოებია გადაღებული თქვათ კრიმინალური მენტალიტეტიდან გამომდინარე და უკვე მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ეს ნარკოტიკების გადმოტანა დაიწყეს და დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა ეს ქალაქი გინესის რეკორდში შედის, ეს ამერიკულ მხარეს არ ვიზახე, უფრო ხუარესის მხარეს, იმიტომ რომ სტატისტიკურად 30-40 კაცი მაინც ხდება ყოველ დღე, უბრალოდ კლავენ, იმიტომ რომ ეს ნარკოკარტელები და ნარკოდილერები ერთმანეთში არჩევენ საქმეებს და ნუ არის, მაგრამ თუმცა რაღაცა თითქოს მოაწესრიგეს, მაგრამ ვერ ვახერხებენ ამ პრობლემის გადაჭრას. ნუ ჩვენ ადრეც ამდენჯერ ორჯერ გვაქვს გადაღებული აქ ვიდეო რგოლები. აი ხლა ეს არის მექსიკა. პიტაპის საზღვარზე გავართ, ეხლა ცოტა უფრო ისეთ ადგილას მივართ, სადაც პიტაპი შუა საზღვარზე ვივლით. და მე გახსოვთ ადრე გითხარით, რომ თქვათ ჰეროინი იქითკენ მექსიკის მხარეს $100 თუ იყიდი, აქეთ გადმოგაგდა ის 100 გრამი თუ რაც არის ის სიტყვაზე 100 გრამს იქ თუ $100 იყიდი, აქეთ ამ მხარეს გადმოიტან და იმას $2,000 აბარე. ეს $2,000-იანი ჰეროინი მიაქვთ ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი იქითკენ და რაღაც $10,000-მდე ადის მოგება. ხან ჯარი მოდის, ხან ყველაფერს ცდილობენ რომ შეწყვიტონ ეს გადმოტანა, მაგრამ ვერაფერს ვერ ახერხებენ. მოიცით სადაც დიდი ფულია. ამის კონტროლი ძალიან ძნელია. ეხლა ცოტა გარეუბანში ვართ, ეხლა შევართ და პიტაპის საზღვარზე გავივლით ამ ხუარეს. აი ხა ხუარესია ეს სულ იქით ამ მხარეს, წარმოიდგეთ იქ კარგად არა ჩანს, მე გაჩვენებთ. ეხლა პირადი შეგრძნებაც ისეთი გაქვს, ხო, ადრესო გქონია, რომ აი სადმე რომ გაჩერდებით რახსტობზე ან სადმე რომ გაჩერდებით მაღაზიაში, მეც 1-2 ვარ გადასული იქა. თითქოს აი ხალხი ისეთ აგრესია და იმას არ ამჟღავნეს, მაგრამ ნუ მაინც ეს ფული ტრიალებს, ჭუჭყიანი ფული, რომელიც დღემდე ვერ მოაგვარეს. ეს ტექსასი მაინც აი თავისი ხიდებით მოუწი ცნობილია და ელ-პასოც არ არის გამორიცხული. მოგეხსენებათ ბაიდენის დროს მექსიკიდან გადმოდიოდა ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ პარადოქსი ის იყო, რომ ტიხუანა, ნოგალესი საზღვარზე გადმოდიოდნენ, მაგრამ აქედან არავინ მე არ მახსოვს, რომ ელ-პასოდან ვინმე გადმოსული იყოს. მოგეხსენებათ მექსიკის მხარეს
პრობლემებს უქმნიდნენ, ფულს არწმევდნენ ეს ადგილობრივი მოსახლეობა გადმოსვლელებს და აქეთ ყველას ეშინოდა ელ-პასოდან გადმოსვლა. რა მე არ მახსოვს, შეიძლება გადმოდიოდე, მაგრამ მე არ მახსოვს. აი ხედავთ ხუარესი ჩანს იქით, მაღალი კორპუსებით ხუარესი ეს როგორ გითხრათ, ცდილობდნენ რომ სახელი აღედგინათ მაინც ახლა ნარკოტიკების გამყიდველი და მე საუნივერსიტეტო ქალაქათაც შეეცადნენ რომ აეშენებინათ უნივერსიტეტები, კულტურული ცენტრები, მაგრამ ვერაფერი ვერ მოუხერხეს. თუმცა ერთი ქალბატონი დამიკავშირდა, როგორც მახსოვს, 2 წლის წინ და მან მითხრა რომ მე ხუარესის უნივერსიტეტში 1 წელი სწავლობდიო და მე ვთხოვე მეთქი იქნებ ხუარ შეხვედრილი ყავით, მაინტერესებდა იქაური სიტუაცია, მაგრამ ის ქალბატონი არ დამიკავშირდა. წეგანა თქვენ მე პირადად ორჯერ ვარ აქ ნამყოფი, მაგრამ ნამყოფი როგორ მანქანით გადავედი და 5-10 მაილი ცოტა სიღრმეში შევედი იქ საწყოში, მაგრამ მანქანიდან არ გადმოსვლა, ძირითადად საბაჟო ტერიტორიებზე ვიყავი და ისე მაინტერესებდა, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე. ეხლა ჩვენ ეს ახლა მარჯვენა ეს ამერიკის მხარეა და აქეთკენ მექსიკის მხარეა, მაგრამ ეს ცოტა ნორმალური სახლებია, მაგრამ ცოტა გარეუბანში რო გავართ იქეთკენ 4 მილიონიანი ქალაქია ეს ხუარესი, გამოჩნდება ის ბარაკები და ბარაკული სტილის სახლები. რითაც არის ხუარესი ასე თუ ისე ეგზოტიკური და საინტერესო. ეს პატარა ვიდეო ჩამივარდა. ადრე უფრო ბევრი იყო ხუარესში მიმდინარე პროცესებს აჩვენებდნენ ხოლმე და ეხლა რაღაც ისეთი ბევრი ვიდეოები აღარ იდება. აი ნარკოდილერები და ეს ნარკო ვაჭრები როგორ ერთმანეთს როგორ უსწორდებიან ერთმანეთს მოტოციკლიდან, მანქანიდან, სროლები და მთელი ამბები. რა არის ახლა მე ისე თქვა მინდა რომ დრო რაც გადის ახლა გინდა არ გინდა ეს აფეთქებები არის ეს კრიმინალური დაიწევს, მაგრამ ხალხს მობეზდა ხო ამდენი კომპიუტერი, ინტერნეტი, ამდენი საშუალება ადამიანებსაც აღარ უნდათ ეს ამდენი ჯაგაჯუგი, მაგაჯუგი და ალბათ ჩემი აზრით კი ფული უკვე ცივილიზებურად კეთდება ეს ყველაფერი, მაგრამ აი ესეთი ველური დაუნდობლობები და როგორ ვთქვათ ეს ჯობები ისეთი არ იგრძნობა ყოველ შემთხვევაში მე ვერ გრძნობ რა ვიცი. და ჩემთან რა საქმე უნდა გქონდეთ, მაგრამ თუმცა 1-2 ინციდენტი მქონდა, აქ სადღაც გავჩედი და მოვიდნენ ნარკოდილერები, ჩემგან უნდათ რომ მე მეყიდა ის პაკეტი, რა ქვია იმის ნარკოტიკული ნივთიერების, მე უარი უთხარი და ჩვეულებრივად მოვიდა შემომთავაზა წავიდა, ნუ ეს ახლა ნიუ-იორკში და ლოს-ანჯელესში ძალიან ხშირად ხდება, მაგრამ აქაც იგივეა რა. მე ადრეს გითხარით ეს გადმოაქვს დიდი რაოდენობის, მაგრამ არის ძალიან მასიურად გადმოაქვს, როგორ არის იცით, ვთქვათ, ქალბატონი გადაყლაპავს იმ რა ქვია პაკეტს და 2 საათის განმავლობაში გადმოდის საზღვარზე. და მე მოისაქმებს და გადმოაქვს ხოლმე და ეს ძალიან გავრცელებულია. თუმცა ბოლომდე მაინც ეთყობა ისეთი სიმკაცრიცად არ იქცევიან ახლა, მაგრამ რა სიმკაცრიცად არ უნდა მოიქცე. ფული ისეთი რაღაცაა, რომ აი ნუ ვერ აჩერებენ რა. იყო ასეთი მომენტი, რომ ეს ერთ-ერთმა სენატორმა თქვა, რომ მოდიო იქნებო დავწიოთო ნარკოტიკების ფასიო, რომ აღარ უღირდესო იქიდან გადმოტანაო ნარკოტიკებისო. ნუ წარმოიდგინეთ ახლა $100 ყიდულობდა, აქ $2000 აბარე. და ეს ფასი დავწიოთო, ნუ ერთ-ერთი გამოსავალი თქვა და რა ვიცი, არ ამგონია. ეს გაგვიმართლა ხა კვირა დღეა, ისეთი მოძრაობა არ არის. და უფრო კარგად ნახავთ იმ ბარაკულ სტილის სახლებს, რომელიც ახლა მარცხენა მხარეს შეხვდება. ესია ნახეთ, ეგ წითელი ნიშნებია და ახლა გამოჩნდება რკინიგზა გზა და შუა გზაზე პიტაპი. ახლა ეს ცოტა ამერიკაც არის, ახლა კარგად არ აჩანს, მაგრამ აი ეს უკვე დასახლება, ნახეთ, ეს წითელი შენობა რაღაცეები, ეს უკვე ხუარესია.
მაღალი კორპუსების გამოჩნდა. 4 მილიონი შეხუმრობა ამხელა ქალაქია. 4 მილიონი დასახლება. საქართველოზე დიდია. ეს უკვე მექსიკა, ეს ბარაკური სტილის სახლი მაგალითად და ასეთ ისე ყოფდათ არის, მაგრამ იქიდან ძალიან არის გამოკვეთილი. ეს მექსიკაა და აი აქითაც უკვე ხუარესის ესეც ამერიკაა, მაგრამ უფრო ძირითადად მექსიკელები ცხოვრობენ ეს სახლებში ცენტრალურად. მიუხედავად იმისა, მაინც განსხვავება არის. განსხვავება რა ხტები რა, რომ მექსიკელები ცხოვრობენ. ამ ხიდებს რო უყურებს, თბილისის საცობები მახსენდება რა. ჩვენც ბევრჯერ უნდა ვაჩვენოთ ეს ასე რაღაცები, რომ ჩვენ მთავრობა მიგრე რაღაცა მოიფიქროს და ეს საცობები გადაწყვიტონ. აი მეგობრებო, ეს უკვე ხუარესის ცენტრალური სახლებია. ეს იმიდან ნაპირად არის ცენტრი, ასე თქვათ. აი ეს ამერიკისკენ მიისწრაფიან, ასე თქვათ, არქიტექტურები. მექსიკის დროშაც კიდია ეგ და ესპანურად წერია ძირითადად წარწერები ესპანურად. აი ცენტრიდან გამოდიხარ და აი ეს უკვე პიტაპი ხუარესი, უკვე ბარაკული სტილის სახლები რა ახლოს არის. აი ნახეთ აგერ აი ჩანს უკვე. მე კარგად ხედავ არც ვიდეო და როგორ გამოჩნდება. აი ეს უკვე გადახვა და უკვე მექსიკაში გადახტები. აი ჭერაჭურა სახლებით არის ავსე ბარაკული სტილის სახლები აი. ეს არის საზღვარი. აქეთ არის ამერიკა. იმ ხიდს გადახვა და მექსიკა. ცოტა უფრო ახლოს მივიდეთ, რომ კარგად გამოჩნდეს ეს შენობები თუ ბარაკები უფრო სწორად. აი ნახეთ აი. მექსიკო. მექსიკანო. როგორ გაზეთებში წაიკითხავ და ნარკოტიკების და ნარკოდილერების ბუდე. დღემდე ასე ითვლება. აქეთ წამოვიდეთ, ეს იქიდან რომ მოდიხარ უფრო კარგად ნახულობ რა, ნახეთ აი ეს არისო. გორაკებზე გართხმული ქალაქი. ძალიან ახალგაზრდა ქალაქად ითვლება, იმიტომ რომ სულ დაძაბულია და ასაკში რო შედის ადამიანი არ ჩერდებიან ხოლმე წაკითხულმა, ყველაში ცდილობს წავიდეს იქითკენ. აი ახალგაზრდა რო ხარ, ენერგიით რო ხარ სავსე, სანამ დრო გაქვს ამ დაძაბულ სიტუაციაში ამ ნარკოტიკებით შეურობენ ფულს და მერე უკვე ტოვებენ აქაურობას და მიდიან უკვე დამსახურებულ, ასე ვთქვათ, პენსიაში. აი ეს ხუარესის მაცხოვრებლები. Paso Juaresi. დამთავრდა ხუარესი და გადმოვიდეთ ისე ჩვენ ამერიკაში. გავაგზავნოთ ჩვენი ამბები. მოდი ბარემ ცოტა ვიდეო მოკლე რო არ გამოგვიდეს, ერთ-ორ კითხვაზე გაგცემ პასუხს. ვინაიდან გადმოსულებზე და ემიგრანტებზე მიდის საუბარი. ინფორმაცია არის, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ კიდო გაამკაცრა ემიგრანტების პროცესების აბუთების და უკვე იქამდეც მივიდა, რომ წარმოიდგინეთ, ვისაც green card აქვს, green card ანუ ცხოვრების უფლება, მაგას შეისწავლიან და რაღაც პრობლემებს უქმნიან. ადრე ბაიდენის დროიდან რომ წამოვიდნენ ეს მექსიკიდან ხო გადმოვიდა ხალხი, რამდენი მგონიათ ძალიან ბლომად ხალხი გადმოვიდა და მაგათ მისცეს მუშაობის უფლებები და შეუწყვიტეს და რომ უთავდება უკვე უძალავენ და ეუბნებიან წადით. წარმოიდგინეთ, იმათაც კი ვინც აქ დაიბადნენ ბავშვები, იმათაც კი პრობლემას უქმნიან, რომ წადით. არ ვიცი ეს ალბათ ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს.
ახსენება თუ თავიდან რატო შემოუშვი ეს ხალხი და ეხლა რატო ექცევი ასე ძალიან დიდი ბრძოლები მიდის ზედისა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ტრამპის რეფორმები ძალიან მკაცრად არის. ხშირად მეკითხებიან ხოლმე ღის ამერიკაში წასვლა, ალღის ამერიკაში წასვლა. რა თქმა უნდა, ყოველთვის თუ საბუთები ქონდა და ყველაფერი წესში ქონდა, ეს ყოველთვის პირატესობა იყო იმასთან, ვისაც საბუთები არ ქონდა ადრე, მაგრამ ისეთი დიდი განსხვავება არ იყო. ადრე საბუთი ქონდა, არ ქონდა, ყოველ შემთხვევაში სამსახურს იპოვიდი და არავინ არაფერს არ გეუბნებოდა და ეხლა უკვე თვითონ ბიზნესის მმართველი და წარმოებელი უკვე ითხოვს ამ საბუთებს და ამიტომ ფრთხილად იყავით მეგობრებო, მაინც არ არის სასურველი ეს ყველაფერი ემოციებთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული და რატო უნდა შეიქმნათ ასეთი უაზრო პრობლემები და მოიცით ახლა ადვილი არ არის ეხლა წარმოიდგინე ხარ რაღაც ფულს ხარჯავ, რაღაცა იმედები გაქვს და აქ ჩამოდიხარ და პრობლემები გექნება. ამიტომ თუ ვინმე წამოსვლას დააპირებს, ასე როიტყვიან ზერელე და ხარიხარად არ წამოხვიდეთ, იმიტომ ძალიან დიდი პრობლემებია, ვისაც საბუთი არ აქვს და პირიქით წამოდგე გრინ კარტიანებსაც უკვე პრობლემას უქმნია. მაგრამ მე ჩემებურად დავამატებ მეგობრებო, ამერიკაშიც როე წამოხვიდე და თქვათ იქ ეხლა შეიძლება ზოგმა გამაკრიტიკოს, მაგრამ უკვე იმ ხელა შემოსავალიც არ არის, ადრე რო იყო თქვათ ამერიკაში შემოსავალი რო ქონდა, საქართველოსთან შედარებით ცოტა განსხვავება იყო, მაგრამ უკვე ფაქტურად ისეთი ის არის, რომ დიდი განსხვავებაც არ არის და აქ წამოსვლა და ნერვების მოშლას ჩემი აზრით დიდი პრობლემა არ არის რა. ეხლა მაგალითად საქართველოში მე ვიცი ეხლა საქართველოში არიან ადამიანებს 7000, 8000, 6000, 5000, 4000 ლარი აქვს ხელფასი და მაინც მოდიან აქ და მე პირადად მიმაჩნია რომ არ არის სწორი, თქვა 4000 ლარი თუ გაქვს და 3000 სიტყვა 4000, 5000 და აქ მოდიხარ და გონია რომ $2000 გექნება თვეში და $3000 და გაუთანაბრებს ერთმანეთს. აი ადრე კი იყო, თქვა 2000-3000 და საქართველოში რომ ძალიან დაბალი შემოსავალი იყო, იმასთან შედარებით კარგი იყო, მაგრამ ეხლა ეს ზღვარი უკვე ფაქტურად გაუთანაბდა და საერთო ჯამში ჩემი აზრია, პირადად მე არავის არ ვეუბნები, ეხლა რა თქმა უნდა ყველა თვითონ იშევ თავისას, მაგრამ ადრე იმ განსხვავებულების გამო რომ მოდიოდი და რაღაცა გიყიდა, ეხლა არ არის. საერთო ჯამში ისე თქმა მინდა რომ საბუთების გარეშე აქ წამოსვლა არ ღირს. ძალიან დიდი წვალება, ადრეც იყო წვალება, მაგრამ მაინც ამ ფინანსური იმით ფარავდი და ეხლა ძალიან დიდი უაზრობაა უსაბუთო წამოსვლა. თუ საბუთი არ აქვს, აქეთ არც გამოიხედო. ეს ჩემი პირადი აზრია და მე თუ მკითხავს ვინმე, ამას ვეთქვი. საბუთების გარეშე ამერიკაში არ წამოხვიდეთ. საბუთებს გულისხმობ, რომ მუშაობის უფლება გაქვს. თუ მუშაობის უფლება არ აქვს და ისე კი ტურისტად ჩამოდი, გაისეინე, გამოისეინე, პრობლემა არ არის, მაგრამ თუ მუშაობის უფლებას ვერ მოიპოვებ და აქ ყოფნის უფლებას ვერ მოიპოვებ, აი უაზრობაა რა, უაზრობაა. ანჩენი უკვე არჩევანი მოიცით. ადამიანი თვითონ ირჩევს სადაც ცხოვრების წესს. ჩვენ კიდევ გავაგზავნოთ ჩვენი ამბები, გამოუშვით კითხვები, გამოუშვით თქვენი ინტერესები, მე ყველა კითხვაზე პასუხს გაგცემთ და მაქსიმალურად და ობიექტურად შევეცდები ვაჩვენო ის რაც არის. მე ხშირად მითქავს, არც იქით, არც აქით ვაჩვენოთ ის რაც არის და ჩვენი გადაღებული ვიდეო თუ ნათქვამი სიტყვა თუ ალაპარაკები თუ ჩვენ თანამემამულეებს და მოქალაქეებს და ჩვენ მეგობრებს გამოადგება, რაჯობია მაგას და თორემ ჩვენი მისია შესრულებულია და დაუდგეთ ერთმანეთის გვერდში, არა მეგობრებო. კარგითაა მეგობრებო, დაგემშვიდობებით და ეხლა მივიდივართ კალიფორნიაში, ნახოთ იქნებ რაღაცა საინტერესო შემეცნების გადავიყაროთ. შევხვდებით მომავალ საინტერესო იმედია, მომავალ საინტერესო ვიდეოებში. ჩემს ციკლს ხო კითხულობთ. მინდა რომ
ციგზე ვიძახის, რომ ერთად ჩავეფლათ და შეიარაღებულები, რომ ბევრ რაღაცებზე გავეცნობით, მე რომ უკვე სხვანაირი თვალით შევხედავთ აქ მიმდინარე პროცესებს. არა მარტო ამერიკაში, არამედ ცხოვრებაში, დედამიწაზე და საერთოდ. კარგით, აბა, მომავალ შეხვედრამდე.